მე ვთხოვე, ყველა ადამიანი, ვინც რა შეხედულებაც არ უნდა ქონდეს, პირიქით მინდა რომ დასვან ის კითხვა, რომელიც გულში აქვს და მე რო აქედან წავალ, მაშინ კი არა თქვა, სანამ აქავარ, აი ესე მითხრა, პირდაპირ და გავცემ პასუხი. პარკეტის უბანზე გაიარა. ხალხს თვალებში ნაცრქვა არ გიგო. ყოველ არჩევნებზე იგივე დაპირებები, იგივე თქვენგან ბატონო, გოგაწინა არჩევნებზე ისე ვიდეო მდგომარე. მე არ ვმუშაობ ჩემს ოჯახში, ჩემი შვილი არ მუშაობს, დედა ჩემი, აი ეს ქალბატონი გახლავთ, 110 ლარი აქვს პენსია. ვერ გადავიხადე მეორე წლის გადასახადი და ბავშვი გამოვარდა სასწავლებლად. სოციალურად დაუცველი ოჯახი ვარ, ვიღებთ დახმარებას. ყოველთვიურად გვაქვს დახმარება. ყავს სასკოლო ბავშვი, როგორც უმუშე ვარი. არ ოჯახში არავინ არ ვიყავით დასაქმებული, მივმართე ბატონ თამაზის, მივმართე ბატონ გიორგის და მაგ ერთჯერადი დახმარებით დამეხმარნენ. გუშინ ავიღე ის ერთჯერადი დახმარება 100 ლარი თანხის ოდე. რა გავჩუმდე, მე გავჩუმდე. პარლამენტამდე მაქვს მიტანილი საქმის. ხო, და ამან კიდე გამომიგდავნა რომ არანაირი ის არ არის შემოსავალი ჩემზე და არანაირი დახმარება. თუ ყველები აქ ადგიხართ, ეგრე არ არის. დამსახური გთხოვე? ხმარ ამოიღე. არა. და გაჩუმდი. და გაჩუმდი. დამსახური გთხოვე, ვაფშე ხმარ ამოიღე. დახმარება გთხოვე, საერთოდ არ აგაქვს. ვინა გთხოვე, ვაფშე არ აგაქვს. წავედი პარლამენტიდან და ისეთი პასუხი გამომიგდავნა, აი ხიდა რომ საერთოდ თანხა არ აგაქვს. რა მეჩხუბე? ჩემი გაჭირვება მალაპარაკებ და ისა. იქ ჩემ გადმოვედი და დაიმალე კიდე ვითომ არ იყავი. სად გადახდა? არა გოგო. ნორმალურად ველაპარაკები. ისე რომ თქვენ ვერ დამისვათ ისეთ კითხვას, რომელზეც ან არ მექნება პასუხი, ან ვერ გაგცემთ. თქვენ ვიბრძანდებით. ჟურნალისტი ინფოცხლის თია შომახი. თქვენ ხართ ძალიან ტენდენციური ხალხი და აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ და მხოლოდ გვერდიდან იდგეთ და ნახოთ ჩემი ხალხთან შეხვედრა. თქვენ ახართ თქვენ ხმამაღლა გეუბნებით, აი ამ ხალხის თვალწინ. მთელი თქვენ ჯგუფი არის ამ ქვეყნის მტერი. მოსისხლე მტერი, არა, დასვა გავეცით თქვენ არ პასუხი გცემთ მეთქი პასუხს, მე ხალხს გავცემ. კი ბატონო. გამოდით აქეთ. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში რა მოხდა?